საქართველო არის საუკეთესო მაგალითი ორმაგი სტანდარტებისა, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, იმიტომ რომ ქვეყანას ყავს პატრიოტული კონსერვატიული მშვიდობის მომხრე ხელისუფლება. ეს განცხადება პიტერ სიიარტომ მაკა ბოჭორიშვილთა გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დახურულ კარს მიღმა მინისტრებმა ორი ქვეყნის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე საათზე მეტი ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში უნგრელი კოლეგის უშუალო მიწვევით იმყოფება და ამბასადორიალში მონაწილეობს. ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მიზნად და ამოცანად. ამას სიიარტოსთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი არაერთხელ გაუსვა და უნგრელ კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი მუშაობს, რომელიც ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში გვიერთდება. სალომე, გისმენთ. ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით ბუდაპეშტის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს იმის საშუალება, რომ ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე, საქართველოს მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ესაუბროს უნგრელ დიპლომატებს. მანამდე უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი სიტყვით გამოსვლა მაკა ბოჭორიშვილს ჰქონდა ამბასადორიალზე, თუმცა დღე აი ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა გამოვარჩიოთ შეხვედრა, რომელიც საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის უნგრელ კოლეგას შორის. მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის დედაქალაქში სწორედ პიტერ სიიარტოს მიწვევით იმყოფება. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი არის ორ მეგობრ ქვეყანაზე, რომელსაც აკავშირებთ ამავდროულად სტრატეგიული პარტნიორობა და ამგვარი მჭიდრო ურთიერთობები, საკითხთა ჩამონათვალი იყო საკმაოდ ფართო ამ შეხვედრაზე. უნდა აღვნიშნოთ ორი ძირითადი მიმართულება თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ამავდროულად უნდა გავიხსენოთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, რომლებსაც უნგრეთი და საქართველო სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ. მაგალითად, ეს არის შავი ზღვის კაბელი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ შუადერეფნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის, არამედ თავად ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, გამოყოფილი შეხვედრაზე იყო მეორე მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საქართველოსა და უნგრეთის პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც ახლა განსაკუთრებით ინტენსიური და მჭიდრო არის. როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით, ისე საერთო პოზიციონირებით საგარეო ველზე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ძალიან აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც უნგრეთის წევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, დღეს მოვისმინეთ უკვე ამ შეხვედრის შემდგომ მინისტრთა ერთობლივი განცხადებები, რომლებშიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღუთქვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, აღნიშნა ის, რომ არასოდეს ამ ნაწილში უნგრეთის პოზიცია არ შეიცვლება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ გამოსვლაში პიტერ სიიარტო ტრადიციულად იყო ძალიან კრიტიკული ბრიუსელის მიმართ, ყოველ შემთხვევაში ბიუროკრატიული ნაწილის მიმართ, რომელიც მისი თქმით, ასე ვთქვათ, აფიქსირებს ძალიან მკვეთრ ორმაგ სტანდარტებს და ამის გამოხატულება უნგრეთის პირველი დიპლომატის თქმით არის სწორედ საქართველო. ორმაგი სტანდარტების დემონსტრირების თვალსაზრისით პიტერ სიიარტომ დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა ის, რომ მაგალითად ცალკეული აქტორები იგივე თავისთავად ბრიუსელიდან ხშირად აფიქსირებენ ორმაგ სტანდარტებს, მათ შორის მაშინ, როდესაც საუბარი არის ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც ყავთ უფრო ეროვნული, უფრო პატრიოტული მთავრობები. საქართველო ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რაც ორმაგი ფაქტია. პირველი არის ის, რომ საქართველო აჩვენებს საუკეთესო მაგალითს, როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმ გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხის განხორციელებას, იმის გამო, რომ პატრიოტული გრძნობები გააჩნია ქვეყანაში და ეროვნული ინტერესებისათვის გრძნობს წნეხს. ასევე პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისა, რომ კონსერვატიული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება. ლიბერალები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ესეც ბრიუსელის მოსაზრებით. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდნენ. იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას.
ამიტომ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად ჩვენ მოუწოდებთ ძალიან მკაცრი გამოძიებისკენ, რათა გამოძიებული იქნეს ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომლებიც აწყობდნენ და რა ორგანიზაციები იყვნენ იმის უკან, რომ უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების განხორციელება ქვეყანაში. ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნგრელები ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიისა და ევროპის გადასახადების გადამხდელთა წყაროები არ უნდა იყოს გამოყენებული და ეს მიუღებელია, რადგან ეს არის ხელყოფა უცხო ქვეყნების შიდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გამოყენებით. საქართველოში უნდა ითქვას, რომ ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას უნგრეთის მხრიდან. ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და მივესალმებით, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების მიუხედავად უნდა იმოქმედოს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენ შემდგომ მთავრობათა შორის შეხვედრას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა შეხვდება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროთ, რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ არაერთ პროექტს, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. აქ უნგრეთში უნდა ვახსენოთ ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთს და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროკომისიასთანაც მუშაობა და ეს პროექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. ეს კვლავ გარკვეულ საფრთხეებს ქმნის და ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამომავლო განვითარებისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, როგორც ქვეყანაში, ასევე ფართო რეგიონში. ჩვენ ამ კუთხით ვიზიარებთ ჩვენს საერთო მომავლის ხედვას. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, საქართველოსთვის ეს გახავთ საგარეო პოლიტიკის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა. უნგრელი ექსპერტები ჩვენ ძალიან გვეხმარებიან და ამისთვის მადლობას გიხდით. ეს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაც არის. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახლა ძალიან მაღალ დონეზეა. უნდა ვთქვათ, რომ ივნისში ველოდებით მთავრობათ შორის კიდევ ერთ საბჭოს, რომელიც ამჯერად გაიმართება ბუდაპეშტში, თუმცა მანამდე თბილისი უმასპინძლებს ეკონომიკური საბჭოს ხდომას. უნდა ითქვას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამავდროულად მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას ძალიან აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც როგორც წესი გამოიხატება ხოლმე არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებშიც უნგრეთისა, მაგალითად აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ვეტოს ადებს ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი სახელმწიფოს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ცალკეულ პირებს საქართველოში დაუწესდეთ სანქციები, ამავდროულად უნგრეთი არ შეერთებია იმ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და როგორც პიტერ სიარტომ აღნიშნა, უნგრეთი ამავე პოზიციას შეინარჩუნებს. ერთობლივი განცხადებების შემდგომ იყო, რა თქმა უნდა, პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვების, თუმცა ჩვენ მათგან შეგვიძლია გამოვარჩიოთ შეკითხვა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას.
ინტეგრაციას და იმას თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა ამ პროცესს მომავალში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ამოცანად, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ მაგალითად ბოლო დროის განმავლობაში არაერთხელ მისი თქმით იყო მცდელობები ევროინტეგრაციის გამოყენებისა, იგივე დესტაბილიზაციისა თუ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით ცალკეულ აქტორთა მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი აღარ ექნება. ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის. რასაც ვხედავთ ბოლო წლებში არის ის, რომ ევროინტეგრაცია სხვადასხვა აქტორების მიერ ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და ჩვენ არ გვახარებს ამის ხილვა. ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ველოდებით რელევანტურ მიდგომას ყველა აქტორისგან, მათ შორის ევროკავშირის ბრიუსელის ჩათვლით. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც პარტნიორებს სურთ ჩვენი ნახვა. მათ შორის, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და უკეთეს მომავალს. მჯერა რომ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა ევროპის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ამისთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი და ამ საკითხის გამოყენების შეწყვეტა დესტაბილიზაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის, რასაც საქართველოში სამწუხაროდ ხშირად ვხედავთ. გარდა იმისა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, უნდა ითქვას, რომ უნგრეთი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს კონტინენტზე მშვიდობის დამყარებას, ამავდროულად უჭერს მხარს იგივე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სამშვიდობო პოლიტიკას და ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებს, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციას. ამავდროულად უნდა ვთქვათ ისიც, რომ არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ზოგადად უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას, მათ შორის, როდესაც მაგალითად საკითხი უკავშირდება ხოლმე უკრაინაში მიმდინარე ომს და ბოლო თვეებში ძალიან აქტიურად ისმის მაგალითად ბრიუსელში მოწოდებები მის თაობაზე, რომ გარკვეულწილად უნგრეთს უფლებები შეეზღუდოს. დღეს ამ თემაზეც იყო დასმული შეკითხვა, რაზეც პიტერ სიარტომ განმარტა, რომ თუ კი მაგალითად დაირღვევა მთავარი პრინციპი ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებისა, რაც გულისხმობს სრული კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაშინ ამ შემთხვევაში შეირყევა ძირითადი პრინციპი, რაც შეეხება უნგრეთს, რომელიც ხშირად მიმართავს და იყენებს ვეტოს უფლებას. პიტერ სიარტო განმარტავს, რომ ეს არის გამომდინარე უნგრეთის ეროვნული საჭიროებებიდან და ზოგადად დემოკრატიის პრინციპებიდან. ევროპული საბჭოს შეხვედრებზე ვეტოს არ ვიყენებთ უბრალოდ ვეტოს გამოყენებისთვის. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვეტოს გამოყენება სასიამოვნოა. არამედ ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ ხმავს იმას, რაც შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ევროპულ საბჭოში ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს იმას, რაც ეროვნულ ინტერესს შეესაბამება. ის ფაქტი, რომ ქვეყანას ემუქრებიან ხმის უფლების ჩამორთმევით ეროვნული ინტერესების წარმომადგენლობის გამო, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინტერპრეტაცია ბრიუსელში საკმაოდ საეჭვოა. რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას. თუ ისინი უკრაინას ევროკავშირში გააწევრიანებენ, ისინი პრაქტიკულად გაანადგურებენ ევროპულ უსაფრთხოებასა და ევროპულ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. რადგან ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანა ანადგურებს ევროპულ ეკონომიკას. დღეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ უნგრელმა ხალხმა გამოთქვას თავისი აზრი იმის შესახებ, როგორ უყურებენ ისინი ამ საკითხს მომავალ აზრის გამომხატველ კენჭისყრაზე. მაგაბოჭორიშვილი უნგრეთში, ბუდაპეშტში იმყოფება უნგრელი კოლეგის მოწვევით. ბუდაპეშტში ახლა მიმდინარეობს ამბასადორიალი, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა იმის საშუალებაც, რომ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ უკვე სიტყვით მიემართა უნგრელი დიპლომატებისთვის ამბასადორიალის ფარგლებში და ესაუბრა როგორც საქართველოს-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე იმ გამოწვევებსა თუ მიღწევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში. ამ წუთებში კი როგორც გვეკითხარით, მაგაბოჭორიშვილი სიტყვით გამოდის უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც სწორედ აი ამ თანამშრომლობის მრავალ მიმართულებაზე საუბრობს. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე ბუდაპეშტიდან სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.